ეროვნული და კომერციული ბანკების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით მომზადებული პროგნოზები განიხილეს დღეს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. სამინისტროს ცნობით ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი და ბიუჯეტის გავლენა 2015 წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია. ფინანსთა სამინისტრომ ასევე 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს. დისკუსიას, სადაც ასევე ისაუბრეს მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და სახელმწიფოდან ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ ტრედიკოვი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდნენ. ხადურის უწყება აცხადებს, რომ ამგვარ კომუნიკაციას რეგულარული ხასიათი ექნება, რათა საბანკო სექტორს ოპერატიულად მიეწოდოს ინფორმაცია ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ პროგნოზების და ხედვების გაცვლა. ფიქრობ, ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ საბიუჯეტო პროცესის ზეგავლენა გათვლით კურსზე არ იქნება, ბიუჯეტი არის დაგეგმილი საკმაოდ რეალისტურად და მის შესრულებას ასევე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის რაც უკვე არსებობს თანაბარი ხარჯვა 7 თვის განმავლობაში ფაქტიური და შესაბამისი ის პროგნოზი, რომელიც არის დაგეგმილი დარჩენილ 5 თვეში, ფიქრობ, რომ არის საკმაოდ ესეთი ოპტიმისტური განწყობის მომცემი, რომ ფისკალური, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა კურსზე არ იქნება. ძირითადი შოკი, რომელიც მოხდა საგარეო შოკი, უკვე არის სრულად ასახული დღევანდელ რეალობაში, ამიტომ ეს დიდი, ასე ვთქვათ, ცვლილება, რაც მოსახდენი იყო, უკვე მოხდა. და მეორე, რაც წინა წლებში, ასე ვთქვათ, შეიძლება ზეწოლა მესამე-მეოთხე კვარტალზე დეფიციტის კუთხით ყოფილიყო, ანუ მეტი ლარი იხარჯებოდა, ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროდან, რომ წელს ეს არ არის მოსალოდნელი და ყველაზე უფრო დაბალანსებული ხარჯვას უნდა ველოდეთ წელს.